მე სკოლა დავამთავრე 2014 წელს. კარგია. მე არ მაგ 2006 წელს. არა, ხო. 2000 წელს. 1990 წელს. პირველი დღე დაიწყო იმით, რომ წავედით თბილისიდან რუსთავის გავლით წითელი ხიდისკენ. რატომღაც პირველ დღეს ბევრი ვიდეო არ გადავიღეთ, შეიძლება იმიტომ, რომ ძალიან მონატრებული გქონდა ქალაქგარეთ ესე ველოებით გასვლა და უფრო იმაზე ვიყავით კონცენტრირებულები, რომ გვენახა რაღაც ახალი, რაც აქამდე არ გვინახავს. ამ ველომოგზაურობისას გქონდა მისია, რომ ბანერი კლიმატის ცვლილების კონფერენციის წაგვეღო აზერბაიჯანის საზღვრიდან თურქეთის საზღვრამდე. სწორედ ამიტომ მივედით წითელ ხიდთან, გადავიღეთ რამდენიმე ვიდეო ამ სპეციალური ბანერით, რომელიც მოივლის მსოფლიოს და ბოლოს ნოემბერში ჩავა ბრაზილიაში. ჩვენი ამ ველომოგზაურობის ყურებისას ნახავთ, რომ ველოსიპედისტებისთვის ხანდახან ბევრად უფრო მნიშვნელოვანია საჭმელი ვიდრე ავად ველომოგზაურობა. იმედია. ნირთით. შენჭი გაუპირებულია ჩემი მიერ. ესე იგი უნდა ვიყიდოთ 13 იმ ღამით კარვებით დავრჩით წითელი ხიდის მახლობლად. ჩვენი მეორე დილა ესეთი იყო, ცოტა მოღრუბლული, თუმცა ძალიან ლამაზი მინდვრები და ადგილები გავიარეთ. ცოტა ხანში დაახლოებით ველო გადაადგილების დაწყებიდან 1 საათში დაიწყო წვიმა, რომელიც ფაქტობრივად არც გადაღებულა იმ დღის განმავლობაში, თუმცა ამას ჩვენთვის ხელი არ შეუშლია იმ დღეს 79 კილომეტრი მაინც გაგვევლო. ეს გზა მიდის წითელი ხიდიდან ხულავებისკენ და შემდეგ უკვე მარნეულისკენ. აქ ვდგავარ ადგილას, სადაც ამ წუთას განიშნებთ აზერბაიჯანისკენ გზას, ანუ წითელი ხიდისკენ, ამ წამს გაჩვენებთ სომხეთისკენ გზას, ანუ სადახლოსკენ და ახლა მარნეულისკენ. ჩვენ მივდივართ მარნეულისკენ. როგორც ხედავთ, ძალიან ხშირად ჩერდებოდით ხოლმე საჭმელად. ნუ ხშირად რა. დღეში რამდენჯერმე, როგორც ჩვეულებრივი ადამიანები. ой, ხა წვიმა გადაიდებ და დავიდეთ რა. წვიმა არა თუ გადაიღო, არამედ უფრო მოიმატა დღის განმავლობაში და იძულებულები გავხდით, გავჩერებულიყავით ალგეთის წყალსაცავთან, სოფელ ტბეთში, ძალიან საყვარელ ტავერნაში, სადაც გემრიელად ვივახშმეთ და სტუმრად ყავდათ ტარიელ ხარხელოვანს სხვათა შორის და დავბანაკდით იქვე, ვთხოვეთ თუ შეიძლება აქ გავჩერდებით თქვენ, რომ ძალიან ძლიერი ქარი და წვიმა იყო და მართალია კარვები კარგი გქონდა, მაგრამ ბევრად უფრო სასიამოვნოა, როცა გადახურულში რჩები. ამიტომ აქ გავჩერდით. ეს ნახატი შენ არაფერ შუაში ხარ, ქარი უბერავს. ესეც ადგილას ვარ.
მეტია კომპაქტურია ამაში. თავარი არის ზედმეტი არ მომივიდეს გუშინდელი ვიცი. ვასააფია და წრის ნახევარი უნდა დავიცი. ცილილებისა. ალგეთის წყალსაცავი. ხო, მე მესმოდა. მთელი დღის წვიმის შემდეგ ველოსიპედის ჯაჭვი რა თქმა უნდა გასაწმენდი იყო და თავიდან დასაზეთი რომ გადაადგილების დროს პრობლემა არ შემგვნოდა და ამ შემთხვევაში მიშა ამზადებს ჩემს ველოსიპედს გამოწვევებისთვის. დილით რომ მოვდივართ, მთელი სოფლების აღლებს ვაღვიძებთ ჩვენ და მერე ყეფენ გავიჩერებლად. მოვედით გადასახვევთან. აქ ხა საიდან ჩვენ მოვედით არის ფარცხისის გზა. წინ მარჯვნივ ადის მანგლისისკენ გზა, აქვე არის და შეგვიძლია რომ თბილისისკენ გააგზავნო და ჩვენ მივდივართ ხა წალკისკენ მარცხნივ. პატარა მივედით წალკამდე, სადაც ვისადილეთ, ასევე შევიძინეთ რაღაცები საღამოსთვის და პატარა ხახვები. რამდენი ავიღო მამა? კი, რავი. ალბათ ხო? აუ, ეგ ვარდისფერი პომიდორია კაი იქნება. ქართულია. ეს თქვენი ყავა რო დავლიო შეიძლება? პატარა ხახვები. სხვათა შორის წალკის აღმართზე შეხვდნენ ბავშვები, რომელთან ერთადაც ცოტა შეჯიბრებაც გამოვიდა და ამ ვიდეოს უყურებთ. მოდი, ცოტა წინ გავიწევი და ესე გადავიღოთ, აი ეს. ჩანს ყველა? კი. გამოიხედეთ, აი ეს. დანგაია, ჰეი. ეხლა უნდა შევეჯიბროთ ერთმანეთს. 2 წავიდა. გაიქეცით, ვიდი. ყოჩაღად. ძალიან მაგრები ხართ. მოდი დაარტყი ხელი. აი, ფეხიც გქონია შემოვალს. ძალიან ყოჩაღი ხარ. შენც? ობა. ეხლა ვარ სოფელ განთიადში. აი, პირდაპირ საით არის გზა? პირდაპირ არის ნინოწმინდა ახალქალაქი. ოღონდ ჯერ ფარავნის უღელტეხილი და ტბა ფარავანი და საღამოს ტბა. საღამოს ტბა არის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ჩემი აზრით და ორ ადგილას არათო ორ ადგილას თუ მექნებოდა სახლი, ერთი იქნებოდა საღამოს ტბის პირას და მეორე ზემო იმერეთში. ორივე ძალიან მომწონს. ზემო იმერეთს რას უძახი? ზემო იმერეთს ვეძახი, აი ეს რგანი, ხრეითი და რაღაცა. ჭიათურა. თვითონ ჭიათურა არა. ჭიათურის მუნიციპალიტეტი.
ფარავნის აღმართებიც არანაკლებ დამღლელია, თუმცა ისეთი ლამაზია, ნამდვილად არ გეფიქრება იმ დროს დაღლილობაზე. ერთადერთი რაც არის მზეაც ხუნებდა და ქარი უბერავდა იმდენად, რომ კანი უკვე ძალიან მეწოდა ამ დროისთვის. ირაკლიც გამოჩნდა. როხები მორეკეს სახლში. ხა შევესწარი მაგ მომენტს. გამარჯობა. კარგად თქვენ? ესეთი დიდი რაოდენობით საქონელია. გამარჯობა. გამარჯობა. ესენი ფოკაში მიდიან? ერთი გზა გვაქვს. ჩვენ და ძროხებს. თხილად ძროხუნიებო არ დამეჯახოთ. თხილად. ვახ, იქეთ გაგექცნე. დღეს არის მეოთხე დღე. რაც გზაში ვართ ხო? მეოთხე დღის დასაწყისი. და დაგვრჩა 80 კილომეტრი თურქეთის საზღვრამდე. რომელიც უნდა გავიაროთ, რაც შეიძლება სწრაფად. No self-confidence. Does it feel the same when she calls your name? ეხა დავიძარით მეოთხე დილა 17 მაისი სადღაც 9 წუთებია და ოდნავ ცივა აქეთ სულ ცივა ხოლმე და განსაკუთრებით დილით და საღამოს ამ დღეს ჩავუარეთ პირველ რიგში საღამოს ტბას და დაიწყო ისეთი გამოწვევით, როგორც არის რაჭვის გაწვრომა და ზუსტად ამ საღამოს ტბასთან მოხდა, რაც ძალიან სასიამოვნოა, იმიტომ რომ ლამაზ ხიდზე გავჩერდით, სანამ თემო შეაკეთებდა თავის ჯაჭვს. ძალიან დიდი გამოცდილება აქვს და დახმარება არ სჭირდებოდა, ხელსაწყოები კი თან ჰქონდა. ყავს პატარა ბომბორები. ესეთები კუტკიცინები. აქ არის თემუ. რომელიც აკეთებს თავის ჯაჭვს. გზად უცხოელი ველომოგზაურებით შეგვხვდნენ, რომლებიც საკმაოდ სუბუქად იყვნენ აღჭურვილები და ძალიან სწრაფად მოძრაობდნენ. ჩვენ გავჩერდით საჭმელად ნინოწმინდაში, ნინოწმინდის შესასვლელში, უგემური აჭარული ხაჭაპურების ჯამის შემდეგ გზა გავაგრძელეთ ახალქალაქისკენ. და ესეთი ნაგავსაყრელი შეგვხვდა, სადაც ფრინველები ესეოდნენ ნაგავს და რა თქმა უნდა ვნახეთ ფრინველების სახელსაც ვერ ვიმახსოვრებ და ბუდეები აქვთ აქ. შემდეგ ცოტა გავიყავით, მე და თემო წავედით გრუნტიან გზაზე, რომელსაც ახლა უყურებთ თქვენ. აკი წავიდა ასფალტიანი გზით, მთავარი გზით ახალქალაქის.
ეს გზა იყო ძალიან ლამაზი. თითქოს რაღაც წითელი ბილიკი მიუყვებოდა. ცოტა ხანი ვიარეთ რკინიგზის გვერდითაც. გამარჯობა. რა ქვია? როგორი პაცაცინა იყო? მეთერე ველოსიპედისტების სოფელი. ნახეთ. დადეში. ისე რაღაცნაირად ეს სვანურ სახელს გავს არა დადეში. ამასობაში ირაკლი, რომელიც მთავარი გზით წავიდა, ასფალტიანი გზით, უკვე კარწახის ტბასთან იყო და ის აღმოჩნდა ადამიანი, რომელმაც ბანერი გადაიტანა თურქეთის საზღვარზე. I am Irakli Bulava. I came here from Tbilisi by bicycle. Today is 17th of May 2025 and I am giving this banner to Funda. Okay. Take it. Bayrağı göster. Evet. 17 Mayıs. Bugün 17 Mayıs 2025. Ben Gülben Funda Ulutürk. Şu anda Türkiye-Gürcistan sınır kapısı, Aktaş sınır kapısındayız. COP30 Bike Ride sürüşünün bayrağını sevgili Irakli Bulava. Uygulamadan teslim alıyorum. Herkese sevgiler. სანამ ირაკლის ბანერი გადაჰქონდა, ელაპარაკებოდა ჩვენს თურქ კოლეგებს. ამასობაში ჩვენ ასფალტიან გზაზე გამოვედით, მე და თემო და კარწახის ტბასთანაც მოვახდით. თუმცა ამ დროს უკვე ძალიან ვიყავი დამწვარი და ერთი სული გქონდა უკან წამოსულიყავით, იმიტომ რომ ძალიან ცხელოდა. დავალაგეთ ჩვენი ველოსიპედები მანქანაზე, წამოვედით ბორჯომში, სადაც გემრიელი მესხური კერძები მივირთვით. ეხლა ვბრუნდებით თბილისში 4 დღიანი ველოტურიდან. და არ ვიცი თუ ჩანს გადაბუგულები რო ვართ, მაგრამ ვართ. მე მძღოლი. თემო ხელმარჯვე ოსტატი. მე საზღვრის გადამკვეთი. ისახა ხო დიპლომატი გა. დიპლომატი. ეგ კადრები არ გვაქვს და რამე რომ მოგვიყვე ცოტა ირაკლი რა მოხდა მანდ. ესე იგი, პირველი რაც მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ მხარეს პატარა საბაჟო არის და თურქეთის მხარეს არის უგრძელესი, არ ვიცი რაში ჭირდება თურქებს, ერთი 200 მეტრიანი კორიდორი არის, კაფელი გაკეთებული შუშებში, შუშაბანდში. თავიდან ფეხით ვაპირებდი გადასვლას, მაგრამ მე შემოხვდი ველოსიპედზე და ველოსიპედი გავგორდი. მე არ გიკმენს ზიკი. იმედია მე არ ყველაფერი კარგად ყველაფერმა კარგად ჩაიარა. გადავედით თუ არა დამხვდნენ თურქი გოგოები. როგორ ყვება თურქი გოგოები დახვდნენ. მინდა და ფერიდე თუ რა ერქვა მეორდეს. აღარ მახსოვს. მაგნატილის 15 წუთი გამოვტოვოთ. ზადო. არა მოყვეს კაცოაც. კარგი იყო. აკაჭამეს ის მოყევი. თურქული პეროგი გამიძრეს ეგრევე და მომართვეს. შევჭამე. ძალიან მაგრა აცხუნებდა მზე და ფეხები დამწვარი მქონდა და თხოვე რომ სადღაც ჩტვისში, მაგრამ ჩტივი არსად იქ არ იყო და ამით იზოლებული ვიყავი, კიდევ უფრო დამწვარიყავი. ძალიან უხაროდათ ჩემი დანახვა, ჩავწერეთ ვიდეო, ბანერი, რა ვიცი, ყველაფერი იქნება. მაგრამ ყველაზე საინტერესო იქ იყო, რომ მე მოგვიახლოვდნენ თურქი მებაჟეები და პოლიციელები და ჩვენთან ერთად გადაიღეს სელფები. მაშინ როდესაც საქართველოს მხარეს 300 მეტრით უნდა გახვიდე რამის გადაღება თუ გინდა, საკუთარი ფოტოსიც კი. ახლა ვართ მტკვრის ნაპირას და მოდივარ თბილისისკენ. ველოტური იყო 4 დღიანი. და იყო ყველანაირი ამინდი, რა ვიცი. ქარი მზე წვიმა. მეტი რა. კაი, ყველაფერი იყო. დროებით. დროებით. აი დამწვარი. აი მე მარცხენა მხარე მაგრამ თითები ძააკაია. მარცხენა მხარე მარჯვენა არა მარცხენა. ფეხით ეს. აი ეს თითები ყველაზე მაგარია. კაი, მოიცა ფეხი გამოჩნდება? აჰა. გამოგიჩენ. აი ესე ეკრანზე კი არა და კამერაში უკვე ლამაზი რუჯი. მარცხენა აჩვენე, მარცხენა უფრო დამწვარი. აჰა. მარცხენიდან